აზომილია 4 და 20-ია სახანძრო გაჩნდება სტანდარტ არქიტექტორი პროექტს ისე არ გააკეთებს მოუწევს. არქიტექტორების სურვილები ხوارგუნია პროექტს ისე და გააკეთებს ახლა სახანძრო შემოწმება. მოგესალმებით, აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერით გიერთდება. ვიმყოფებით ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე, სადაც ახალი კორპუსის მშენებლობას მომიჯნავეთ მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან, როგორც კადრში ხედავთ, აქ შეკრებილი არიან მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები, მათ შორის აქ იმყოფება საპატრულო პოლიცია, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაწია, რათა მშენებლობა არ დაიწყოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია აქ მცხოვრებლების მოსაზრებები მოვისმინოთ და უკეთ გავიგოთ მათგან, რას ფიქრობენ ისინი, რატომ ეწინააღმდეგებიან კორპუსის მშენებლობას. მოგესალმებით, ქალბატონო, დაგველაპარაკეთ, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით, რატომ ეწინააღმდეგებით ამ მშენებლობას, რა საფრთხეებს ხედავთ? იმიტომ ეწინააღმდეგებით ჯერ ერთი შემოსასვლელს გვიპატარავებენ. სახანძრო ვერ შემოვა, სასწრაფო ვერ შემოვა. დიდი მანქანა, ცოტა ჯიპი და ასეთი მანქანა ვერც ერთი ვერ შემოვა. ისე აპატარავებენ შემოსასვლელს. ეგ ერთი, მერე კიდე ავარიული სიტუაცია არის. ეს სახლი დაბზარული ავარიულია. იქეთ შეხედეთ თვითონ ჩანს კიდეც როგორი დაბზარულია კედლები. და ამიტომ ეწინააღმდეგებთ. ის სახლი როგორც კი გააკეთეს ბურღი, ხო, ინვალიდები ყავს კიდე. ხო და აგერ დასკდა სახლი, სინჯირო აიღეს გეოლოგებმა, სახლი გასკდა მეხუთე სართულისა. იგი და აქ რომ დაიწყება იგი ბურღვები და იმხელა რაღაცეები, რა დაიშლება შენობა. ხო და მერეო თუო ზა იქნებაო, ასე თქვა, ანუ წარმომადგენელმა თუ რამეო პრობლემა იქნება, მერე მივხედავთო, მერე როდის. ხალხი რო დაიღუპება, როგორც აგერ კიროვის ქუჩაზე მოვხვდა, რომ ჩაიშალა მთელი კორპუსი. ამიტომ ეწინააღმდეგებით ამას, თორე ჩვენ არ გვაქვს პრობლემა აშენონ ბატონო. როგორც წესი და რიგია. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, ერთ-ერთი ადგილობრივის სათქმელს ისმენდით, თქვენ შეგვიძლია ახლა სხვების მოსაზრებებიც მოვისმინოთ, რას ფიქრობენ ისინი. მოგესალმებით, დაგველაპარაკებით, კეთილი. მოგესალმებით, დაგველაპარაკებით, გვეტყვით, რას ფიქრობთ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით? რას ფიქრობ, კეტავენ შემოსავალს, მე მყავს 2 ინვალიდი შვილი სახლი, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობები რომელიც რომ ყველა წუთში სასტრაფო მჭირდება და არსებობს კვირა, რომ კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ სასტრაფო შემომყავს, ხო? არის 20-25 წლის ბავშვები და როგორ ვათრიოს ბავშვები ხელით, როგორ უნდა წამოვიყვანო, ვერ დადის, ვერ ჯდება, უნდა ავიყვანო ხელში, ხო? ასე შეიძლება, სხვა ქვეყნებში ისეთი პრივილეგიები აქვს ამ ბავშვებს, ეს ჩვენთან რატო ხდება ასე? რატო არ უნდა მქონდეს მე შემოსავალი გზა? ან თქვენ ფიქრობთ, რომ შემოსასვლელი და ეზოს ხარჯზე ხდება ეს მშენებლობა? დიახ, ეს არის ჩვენი ეზოს შემოსავალი, სხვანაირად სხვაგან შემოსასვლელი არ აგვაქვს ჩვენ. ესაა ჩვენი შემოსავალი. ერთადერთი შემოსავალი არის ეს. გასაგებია, მადლობა. ბატონო, თქვენც გითხარით, რაც ფიქრობთ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, რატომ ეწინააღმდეგებით ამ ეზოში მცხოვრებლები? შემოვიძია, იმიტომ რომ დარღვეულია იგი ტერიტორიული, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, გავიწროვებენ შემოსასვლელი გზით, მეტრო ნახევრით და არსებული ღობიდან კიდევ გადმოდიან აქეთ მეტრო ნახევარს. ესაა ჩვენი მოთხოვნა, თორემ მე სახლი არ ააშენონ და არ გეიმჯობესონ სამსახურები არა. ანუ თქვენი ეზოთი უნდა ისარგებლონ სამშენებლო მოედანზე, რომ შევიდეს ტექნიკა ამას გულისხმობს. დიახ, ჩვენი ეზოთი უნდა ისარგებლონ და არსებული სახლიდან, არსებული რაც დგას სახლი, იმ სახლიდან შემოდიან მეტრო ნახევარს გზაზე. მერიასთან ქონდათ უშუალო კომუნიკაცია, რას ამბობენ ისინი? ახლაც გვაქვს დაწერილი, ჩავრცეთ საქმეში მერია, ახლა ამხან იმის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარესთან გვაქვს და პატარიძესთან დაწერილი განცხადება, მაგრამ ჯერ პასუხი არა გვაქვს, ერთი კვირაა გასული 10 დღე, არავითარი პასუხი, არავითარი მოკითხვა. ანუ მხოლოდ მთავარ პრობლემად მაინც მიიჩნევთ გზის სარგებლობას, ხო? სარგებლობას, რომელიც გვივიწროვდება შემოსასვლელი და მშენებლობის დროს კიდევ სამშენებლო ღობე გაკეთდება და შემოსასვლელი თლად დაიხურება. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. გავაგრძელებთ სხვების მოსმენასაც, მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე, სადაც მშენებლობა იგეგმება, მრავალსართულიანი კორპუსი, რომელსაც ადგილობრივი მომიჯნავედ მცხოვრებლები
ეწინააღმდეგებიან და შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ აქ მუნიციპალური ინსპექციასთან მიმდინარეობს ეს ხალხი ფიქრობდა, რომ სასამართლოს აცილდებოდა და იქნებოდნენ მოლაპარაკების გზით და ამიტომ აიჩიეს მარტივი გზა მოსახლეობამ, რომ სამშენებლო კომპანიას მოესმინა მათთვის, რომელიც არ მოისმინა. რომ მერიაც არ დაეხმარა ამაში, რომ მოესმინათ. რომ არასწორად იყო თავის დროზე გაცემული, აღნიშნული პროექტი არის კანონდარღვევით გაცემული, იმიტომ რომ თავის დროზე მერის თანამშრომელი მოსული იყო, ვინც ეს კომპეტენციაში შედის, შეესწავლათ აღნიშნული და ის რაც დღესაც მოსახლეობა საუბრობს, ეს პრობლემები არ იქნებოდა. მაგრამ ეხლა ჩვენ ექსპერტიზას ჩავატარებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ეს მშენებლობა შემდგომისთვის. ჩატარებულია ექსპერტიზები, მათი ექსპერტიზა მათი ექსპერტიზები ჩატარებულია, მაგრამ მოსახლეობის ექსპერტიზები არანაირი საფრთხე არ ექნება ახალი კორპუსის მშენებლობით. როგორ არ ექნება რა პატარა მშენებლობაზე, რა პატარა ექსპერტიზა რასაობს, რაც მათ ჩაატარეს, ანუ არ იქნება არანაირი პრობლემა. შეხედებ არა, შემდგომ რა იქნება ეს ექსპერტიზა არავის არ ჩაუტარებია, მაგრამ რადგან მერია არქიტექტურამ გასცა ნებართვა, ვარაუდობენ რომ არქიტექტურა არ შეცდებოდა და აქ არაფერი არ მოხდებოდა. ხალხს ეშინია 26 მაისის ქუჩაზე, რაც მოხდა. აი ამის ეშინიათ, იმიტომ რომ გვერდით ხუთიანია. დიახ, ხო, აი ამის ეშინიათ, რამდენად გრძელვადიან პერიოდში ხედავთ საფრთხეს ამ მშენებლობით აქ მცხოვრებლებია. ირგვლივ ძველი კორპუსებია და რა თქმა უნდა არის ამის საფრთხე შემდგომში ამ მოსახლეობასთან არავინ არ მოსულა სალაპარაკოთ, რომ შემდგომში ეს ამხელა სახლი აშენდება, მათი უსაფრთხოება როგორ იქნება. ჩვენ ახლა ვამზადებთ და მივმართავთ აქამდე ვაკეთებთ მედიაციას. ჩვენი მოთხოვნა სარჩელი რა იქნება? შეხედე, რა თქმა უნდა იქნება რომ ეს გავაკეთოთ აღნიშნული ტერიტორიის შესწავლა ექსპერტიზის დასკვნებით და რა თქმა უნდა ჩვენ სერვიტუტი, რომელიც ჩვენი ადგილია მოსახლეობის, დავიცვათ ეს ადგილი, იმიტომ რომ სახანძრო აი ჩვეულებრივი სასწრაფო შემოსვლაც მოსახლეობასთან ვერ იქნება უზრუნველყოფილი, იმიტომ რომ სხვა ტერიტორიიდან შესავალი ამ სახლებს არ გააჩნია. მხოლოდ ერთადერთი გზა, რომელიც ჩაიკეტება. და უსაფრთხო ვერ იქნება. ექსპერტიზა წარმოგვილებოდა ხალხ შეკრებილებს, რომ ეს რეალურად ამ კომპანიის საკუთრებაა. ხომ როგორც გავიგეთ, ახლა ეს იყო მუნიციპალური ინსპექციის რაღაცა პოზიცია, რომ არანაირ დარღვევას არ აქვს ადგილი. რა ხდება უფრო მეტი რო გითხრათ, ხომ ქალაქები ამბობენ, რომ ამ კომპანიას არ აქვს უფლება, რომ უფრო მეტად შემოიწიოს მათი შემოსასვლელში და ამით აპატარავდეს შემოსასვლელს და საფრთხე შეექმნას ქვეყნას, რომ თავის დროზე რო არ იქნა გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე გაისცა პროექტი, აი ეს არის მუნიციპალური ინსპექცია. რეესტრის მონაცემებით არასწორად იყო მათზე დარეგისტრირებული მოტყუებით, რომელიც ამას ჩვენ მივმართავთ. ეხლა სახელგვარს არ გავაჟღერებთ, ერთ-ერთი თავმჯდომარის დახმარებით მოხდა ამ ვისიც იყო რეალურად რომ მელამხანაგობისაც იყო მოტყუებით მოხდა აქ ხელმოწერები და მითვისებული იქნა ამ ახალ კომპანიისთვის. ამას ჩვენ აუცილებლად ეხლა არ გავასაჯაროებთ, მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ და იმის კომპეტენციას დავაყენებთ, ვინც დიახ, სადავოა და სისხლის სამართლის საქმე რამდენად აღიძრება, აუცილებელია რომ იმ ვინც ეს გააყალბა, აი იმაზე უნდა აღიძრას საქმე, იმიტომ რომ ეს მშენებლებიც ამბობენ რომ ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანეს, როდესაც ჩემთან საუბრობდნენ მშენებლები, ამბობდნენ რომ ჩვენ თავის დროზე ეს არ ვიცოდით. და აი ამას ჩვენ დავამტკეცთ სამართალდამცავ ორგანოებით, რომელსაც მივმართავთ და ექსპერტიზას აუცილებლად ჩავატარებთ და აუცილებლად ამ მოსახლეობამ ღამე უნდა დაიძინოს, იმიტომ რომ როდესაც დაიწყება აქ მშენებლობები, ვერ შემოვა სახანძრო, როდესაც დაჭირდებათ, ვერ შემოვა სასწრაფო და იქნება ჩაკეტილი და მათი სივრცე არ იქნება დაცული. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მოგცეს სახელმწიფომ, უწყებებმა უნდა მოვიდნენ, რომ რამდენად რეალური იქნება ამ მშენებლობის ფარგლებში სხვა დანარჩენი მოსახლეობის მშვიდობა. გასაგებია. მადლობა ლელი ბჟალავას უსმენდით თქვენ ადვოკატს. ასეთი არის ვითარება ახლა 26 მაისის ქუჩაზე. თქვენ ხედავთ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მათ შორის საპატრულო პოლიციაც, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგობას წევს და ისინი ფიქრობენ, რომ ამ მშენებლობის დაწყების შედეგად მათ შემოსასვლელი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, ასევე ისინი გრძელვადიან პერიოდში სამომავლოდ ხედავენ საფრთხეს მაღალი კორპუსის მშენებლობის გამო, რადგან მათივე თქმით არ იქნება სახანძრო უსაფრთხოება დაცული, ასევე
საუბრობენ იმაზე, რომ მშენებლობის პროცესში არის ალბათობა იმისა, რომ კედლები დაიბზაროს. მოგესალმებით ბატონო, გითხარით ვინ შეიძლება კიდევ გითხრას სათქმელი, თქვენც აქ ცხოვრობთ ხომ? შეგიძლიათ ჩვენც გითხარით, რას ფიქრობთ, რატომ ეწინააღმდეგებით ამ მშენებლობას? წინააღმდეგი ამ მშენებლობის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ახლოს დგას სახლები ერთმანეთთან, იქნება ახალაშენებული და ჩვენი უკვე ხუთსართულიანი. დააკვირდით აი აქ, ანუ არ არის მყარი კედელი და ჩვენ გვაქვს შიში იმისა, რომ ძალიან ღრმად რო ამოითხრება, ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ჩვენი კედელი არ დაზიანდება. მით უმეტეს ბათუმში ხშირი წვიმებია, გაივსება ის წყლით, იქნება მიწის ეროზია და მოკლედ შიშის ქვეშ ვართ რა, იმიტომ რომ მშენებლობის პერიოდში ჩვენ ვერ ვიქნებით ასე წყნარად, ამიტომ ჩვენ გვინდა გარანტია. გადაიხედოს ყველა საბუთი, სწორად არის თუ არა ყველაფერი მოწესრიგებული. გარანტია შესაძლოა იყოს კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, რაც ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა არ იყოს სამშენებლო პროცესში ეს რისკები წარმოქმნილი. თქვენ რამდენად გჯერათ ამ ექსპერტიზის დასკვნას? აუცილებლად ჭირდება ექსპერტიზა და ნამდვილად შესაძლებელია თუ არა ასე ახლოს სახლები იყოს ერთმანეთთან აშენებული. აი ესეც გამოიკულიონ ეს საკითხი. მერე გადაიკეტება ქუჩა, იმოძრავებს ტექნიკა, რაც ჩვენ არ გვინდა. ისე გადაიკეტება ის ქუჩა, რომ ვერ შემოვა ერთ სახანძრო, ვერ შემოვა ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა. მოკლედ ჩვენ მოსახლეობას გვექნება ძალიან ბევრი პრობლემა. მერიას ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს და თუ მიმართეთ თქვენ? დიახ, მერიას მივმართეთ რამდენჯერმე. მერიამ უნდა გადახედოს თითოეულ საბუთს, არის თუ არა სწორად დაგეგმილი მშენებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა ეჭვგებარება მაგაში. ანუ ყველაფერი თუ არის გათვალისწინებული კანონის მიხედვით, რა როგორ უნდა გაკეთდეს. აი ცოტა მაგაში გვეპარება ეჭვი, იმიტომ რომ მოსახლეობა წინააღმდეგი ვართ დარღვევების წინააღმდეგი. დასაკებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მე როგორც ხვდები აქ კომპანიის წარმომადგენლობაც არის. მოგესალმებით ბატონო, თუ არ ვწდებით თქვენ კომპანიას წარმოადგენთ, ხომ? რა არის თქვენი პოზიცია, თუ შეგიძლიათ გითხრათ იმ წინააღმდეგობაზე, რასაც ხედავთ სამეზობლოსგან? არავითარი არაფერი არ. მე ვარ ჩემ მიწაზე, ვღობავ ჩემ მიწას, დამთავრებულია საუბარი. თუმცა ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ, გზის ღობის შემოღობით საფრთხე არ იქნება, დანარჩენი შეიძლება დაილაპარაკოს. მშენებლობის პროცესში გამოწვეული ვიბრაცია. არა, ღობია, შემოღობა მიმდინარეობს, დავანებეთ, თავამთავრად საუბარი. თუმცა ღობის შემოღობის შემდგომ უნდა დაიწყოს აქ სამშენებლო პროცესი, მძიმე დავშალო, დემონტაჟი უნდა გავაკეთო. თქვენ გაქვთ შესაბამისი დასკვნები, რაც გამორიცხავს აქ შემდგომ საფრთხეებს? ბატონო, პირდაპირ ეთერში გადაიცემა, თქვენზე უნდა ვისაუბროთ და შემდგომ უკვე პრეტენზია რომ არ გქონდეთ, თითქოს თქვენი მოსაზრება არ გავითვალისწინეთ, ამიტომ ჩვენ გსურს რომ შემოგარგო გარანტიები. მე სახში მივალ ცოცხალი გარანტია მაქვს ამისი? მაქვს თუ არა? შენ გაქვს გარანტია? ეს იმას არ გამორიცხავს, რომ აქ თქვენ არ უნდა არადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. ყველაფერი ისე, როგორც კანონი ითვალისწინებს. არ დაზარალდეს არავინ, დამთავრებულია, დაწყვეტილი. ან თქვენ ფიქრობთ, რომ გამოწვეული ვიბრაცია აქ ისედაც ავარიულ შენობებს საფრთხეს არ შეუქმნის? არავითარი ვიბრაცია არ უნდა იყოს, ისე უნდა გავაკეთო. დასაგებია, ჩვენ გსურს კომპანიიდან დამატებით ინფორმაციის მოპოვება, თუმცა როგორც ხედავთ, თავს არიდებს კომპანიის წარმომადგენლობა საუბრისგან, კითხვებზე პასუხისგან. ვითარება კი ახლა 26 მაისის ქუჩაზე არის ასეთი, კვლავ ადგილზე რჩება საპატრულო პოლიცია, მათ შორის მუნიციპალური ინსპექცია და ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ რჩება ადგილზე, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ სამშენებლო პროცესს, როგორც ისინი ამბობენ, აქ უნდა მოძრაობდეს ყოველდღიურ რეჟიმში მძიმე ტექნიკა, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს მათი თქმით, ასევე როგორც ისინი ამბობენ, მშენებლობის პროცესში გამოწვეული ვიბრაცია საფრთხეს შექმნის მათთვის, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მრავალწლიანი შენობები, ისედაც ავარიული არის, რაც მაპროვოცირებელი იქნება შემდგომში უკვე. რა ხდება ახლა ბატონო, შეგიძლიათ გითხრათ? უყურე ჩვენი დავი პირველ რიგში არის შემოსაზღვრიდან დაკავშირებით, რომელიც არსებული კედლიდან გადმოდიან მეტრონახევარს აქეთ და ამცირებენ შემოსაზღვრელ გზას.
ეს ვინ გითხრათ რომ თქვენი შემოსასვლელი მცირდება? პროექტი აქვენ ხელში. ეს ჩვენი ეს ხო თქვენი გზა არის და პროექტი რანაირად გააკეთეთ? ხო არ ვიცი, ამაზე გვაქვს ჩვენ დავა რომ საიდან გამოვიდა რომ მეტრო ნახევარი შემოდიან ჩვენ ტერიტორიაზე, მეტრო ნახევარს და გვივიწროებენ აი ახლავე აქვე არის კომპანიის წარმომადგენლობა. შეგვიძლია თქვენ თვითონ კითხეთ, კითხეთ რა არის მათგან. 30-ჯერ მაგ დაკითხი და სასამართლოების გზებით და ყველაფრით, მაგრამ არაფერი კანონმა არ გავიარა. ახლა ვკითხოთ, მოდით, კარგი იქნება პირდაპირ ეთერში ეს ხვალ. თქვენ თვითონ კითხეთ, რატომ ავიწროებს გზას? ანუ ეს სამანქანე გზა უნდა აითვისოთ? იქამდე გადმოდიან, ღობე უნდა გაკეთდეს ამ ეტაპზე, შემოიღობა რომ ღობე კეთდება, დამცავი ღობე. რაც შეამცირებს ცხადია იქნება მშენებლობა, სახლის კედელი, კედლის მშენებლობა. რატომ გამოდიხარ მაგ 40 სანტიმეტრ, მაგას გეკითხები მე. არ არის თქვენიდან აფერა. ორავი დამიმტკიცე, მაგრამ ჩემი მე. შენ დამიმტკიცე რომ შენია, კაცო. ჩემი აღარ ნახაზი მოგ და ჩემია, იუსტიციაში გავატარე და ჩემია. აი ესაუბრი ახლა. როგორ მოახერხეთ სამანქანე გზის ასე დარეგისტრირება თქვენ საკუთრებად? როგორ მე ხო რომ სამანქანე გზა არის ეს? მიყიდე საკუთრება, ჩემი არა. ვისგან იყიდეთ? ამ არ გაკვიეთ რომ ეს არის სამანქანე გზა და სამანქანე გზას ყიდულობ? მონაწერი მომიტანა საკუთრების და მე იმის უკან ვეძებო ვისიდან არის? და ადგილზე გაგეკვიათ. არა, ადგილზე ხომდა გაარკვიოთ რა ხდება, რა სყიდულობთ. აი ხედავთ რომ აქ არის სამანქანე გზა. არსებული კედელი არის. სამანქანე გზა არის რეალურად. სამანქანე გზა არ იკეთება მე. არის სახანძრო სტანდარტი და იმ სტანდარტებში ჯდება. მე არქიტექტურის პროექტს არ გამიკეთებ. არ ჯდება. ეს შლანგბაუმი ხომ უნდა აიღო აქ, ხომ უნდა აიღო შლანგბაუმი. აბა როგორ გაწობა? ხო, ჩამოჭრა უნდა ეს. ახლა აგერ გადმევიდა. მე სადმოვლიან მე. ახლა უყურე, ორჯერ მოიწყოა უკვე და მე სად გადმოვლიან? ნაბიჯი რო გადავადგიეს ტყუილი. ასრავ, აბარა. ამ მანქანა გავამ რას ამბობთ თქვენ რომ ამ კომპანიას ეკუთვნის ეს ნაწილიც ამ გადაცდა სამანქანე აბა გზა. კომპანიას რომ არ ეკუთვნიდეს, მაშინ მე სხვის ტერიტორიაზე შევიჭრებოდი? არა, რა აზრით ხარ? ეს სადაოა ქალაქები ამასაუბრებს სადაო უნდა მედაოს და რომ დამიმტკეცო, არაა ჩემი ძმაო, მოუშლი და გადავიდე. ბადროვონე სასამართლოს უნდა მიმართოთ საერთოდ მე ვალდებულება მაქვს ამ ხალხის 11 ოჯახის. მე ყოველთვიურ გადასახადს ვუხდი, დროზე უნდა ჩავაბარო სახლი და მესმის, მაგრამ ჩვენთან არ მოსუხართ სალაპარაკოთ, არ ჩაგთვალეთ არაფრად. არ ჩაგთვალეთ, თქვენ მოდიხართ ეხლა და ამას გვიზომავ, გზას გვიჭირი, კაცო, რა უფლები ჭირი ამას? არასორი ნაკიდი გაქვს. კიდევ გიმეორე, რომელიც განციანი იყიდე, კვადროვე ბატონო. ღობეს ვაკეთებ. არ არის ღობე, ვერ გაკეთება. სანამ არ დამტკიცდება, ეგ იქამდე ვერ კი გააკეთებ. ბატონო, გამაჩერე. თელი 80 ოჯახი რო გადაჭერებს, თელი 80 ოჯახი რო ჩასვა. იმათ გამაჩერონ და ვერ გადაჭერებს, გავაკეთებ. ეგ კითხე და გეტყვის, ეგ არ გაჭერებს. რომ გამაჩერე. პასუხისგებლობა იგენმა აიღო. შენ უნდა აიღო, შენ თავზე პასუხისგებლობა. შეიძლება თავზე მე ცხოვრება ვღებულობ და ისე დავდივარ. საფრთხეობა ამ ძველ საცხოვრებელ სახლებსო, ხო, რომელიცაც ეთყობა მართლაც ეს სიძველე და შედარებით არა კვლევები, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ უსაფრთხოა ეს მშენებლობა, იმიტომ რომ რისკების დაზღვევას ითხოვენ მოქალაქეები ამ კუთხეში ბილეთ. მიმართულ ძმაო, მერიაში შევიტანე პროექტი. გეოლოგიური დათქმა, არქიტექტურული, ექსპერტიზის ყველაფერი და ნებართვა ავიღე მშენებლობაზე. დანარჩენი გაარკვიონ. როდის აიღეთ ეს ნებართვა? ნებართვა გვაჩვენე და სასამართლოს გადაწყვეტილება გვაჩვენე რომ გაიმარჯვა. გამოკრულია ნებს. რა ის სასამართლო? სასამართლოში გამარჯვებული ვარო, ინვესტორმა თქვა. რაი გაიმარჯვა? რა შვაში აქვს სასამართლო? თუ გინდათ დავა მიმართეთ მე დავეთ. კი ბატონო, წინააღმდეგი ხო არა ვარ? ჩვენ რო ინვესტორს ურეკავდით რომ მობძანდით და გაარკვიეს საქმეო, ტელეფონზეც არ გვიპასუხა. საერთოდ. მოსახლეობამაც უთხრა, სადაოა ეს ობიექტი და ასე ძალადობით გვეძალადებიან, გამიგე? მოლაპარაკებაზე არ მოდიან. ურთიერთობა რომელიც უნდა გეითვალისწინოს იმანს და ჩვენს, ამასაც არ მოდიან.
დღეს მანქანის ქვეშ აგვარან იგენი ზაფები იქ იყავით თქვენ მეოცნე ეგ რაც აი ეს კაცი ახლა მე არ ვიცი წარმომადგენელია მერია თქვენს ინტერესებს არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს არა ეს ბატონი ხო ბატონი შალვა თქვენ მე არ ვიცი ვინ არც მოგაგწევს ყურადღებას რითი დაამტკიცა მერიამ ისა რა პროექტი არ მოსულა აქ არავინ და არავისთვის არაფერი არ უკითხია რითი დაამტკიცა საინტერესოა რატომ მოაწერა ხელი თუ არ მოაწყო აი აქ რამდენი ოჯახი ბატონი რამდენი ოჯახი ცხოვრობს ხა ამაზე 40 და კიდევ მიმატებული აქ რამდენია არ ვიცი 40 მგონი აქაც 30 ოჯახი და 15 იქითაა შესული. ეზოში თელი მინდა დაგათვალიერებიეთ შესასვლელს იქ. კაცო გამტყუნეთ ჩვენ რო გაჩერდითო და ჩვენს ინტერესები არ უნდა გაითვალისწინო. ორჯერ 3-3000 ლარი ამაში გადახდით. თუ იმას ფული აქვს, ჩვენს ფულია გადახდილი, ხო რატომ იზიანებს ამას? ჯერ აუფლები ჩემოდეს. არ ვიზდეთ არაფერს საერთო ენა გამოვნახოთ. მეც არაფერს არ ვამბობ. ჩვენი ბაშობა მოხდა არსებული კედელთან გაიაროთ მაგერლოს ახალმა კედელმა. აგენი შემოდიან მეტრო ნახევარზე. გეკითხებით რატომ ახლა ვერ გევიგერა? პატარავდება შემოსასვლელი პატარავდება? ვეღარ შემოვა თქვენ ამას ამბობთ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მეგობარო და ჩება ეგ ფეხის ასე ხო ისო გადე ფეხის ასე რა ხარჩება. არა მაქვს პრეტენზია რომ აარჩენონ არსებული კედლით, აი არსებული რაც კედელია აარჩენონ, ახლა სიტყვას არ ამოვიდოთ. აქეთ რატომ მოდიან მეტრო ნახევარ? ჩვენია აი კომპანიის წარმომადგენელი ამბობდა რომ აიდანა ვინ მიცა, ვინ? რეესტრის მიხედვით ჩვენ გეკუთვნით კომპანიას ეკუთვნით. მაღაზიებ დავუხსენ რომ ხო და ვედავებით სასამართლოში და დავიწყეთ ახლა და ერთი გააჩერდოს რა საერთო არ იმუშავა. და ვიდრე სასამართლო დავა არ დასრულდება, მანამდე ითხოვთ რომ სამუშაოები არ იქნას წარმოებული. გაჩერდეს. შიგნით და აქ არის მუნიციპალური ინსპექცია, მაგრამ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ისინი დაგველაპარაკებიან განმარტებას გააკეთებენ კომპანიის წარმომადგენლებთან, გადიან საკითხს და მათგან ისმენენ თუ რეალურად რა ხდება ადგილზე. ჩვენ მიმყოფებით ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე თქვენ ხედავთ საბჭოთა დროინდელ ორსართულიან კორპუსს, რომლის სანაცვლოდაც უნდა აშენდეს ახალი კორპუსი, თუმცა საინტერესო გარემოება არის ის, რომ მომიჯნავეთ მცხოვრებლების შესასვლელი ვიწროვდება, მცირდება, რადგან როგორც კომპანია ამბობს, მან შეიძინა მესაკუთრეებისგან ეს ტერიტორია, შესაბამისი რეესტრით დაადასტურა უკვე ეს საკუთრება და ამბობს რომ უნდა შეღებოს შესასვლელი, რასაც მომიჯნავეთ მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ იმას, რომ არ მიცემენ უფლებას იმისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. მუნიციპალური ინსპექცია ვხედავთ, რომ ახლა კომპანიასთან გადის მოლაპარაკებით, ცდილობს რომ გარკვეოს ვითარება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად გაითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს? ჩვენ სანამ შეგვიძლია ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზით. სამართლებრივი გზით. მე ერთი კიდო მინდა გითხრათ რომ მივმართეთ მერიას 2 წელია მიდის ეს დავა მივმართეთ ხო და ახლა შევხვდით ბოლოს ბატონ ცინცაძეს შევხვდით და ჯერემს პასუხი არ მიგვიღია მისი გასულია ერთ თვეზე მეტი. ასაგებ. წავედით ახლა კიდევ კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე, ადგილობრივებთან საუბრობს, ნახოთ რა საუბნება ის, როგორც თავად ამბობს, მისი საკუთრება არის ეს ტერიტორია და ნებისმიერ ფასად აუცილებლად შეღობავს მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად. მოგებდა ჩემი თავი, კაცო, მაგაზე რა პრობლემაა, მაგრამ პირიდან რო ამოვა სიტყვა, შალვა. პირიდან რო ამოვა სიტყვა, იმის პასუხი უნდა იცოდეს. იმას ვეპატრონები ამ ხალბატონს მეუხარიო. სერვიტუტი ეს ადგილის ვერ გენდობი, შალვა, ვერ გენდობი. გავაკეთოთ და შემდგომ დაიწყოს შენებლობა. კი, მაგრამ უნდა დავიწყოთ ყველაფერი რა. ისე თუ არ შევთავაზოთ ნოტარიუსულად, მორიგების აქტი. გაგვათავისუფლა. იურიდიულად მიმართოთ და დავიწყოთ ეგა. და საჩელი შევიტანოთ. თქვენ ისმენთ კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თქვენი ფეხით მოხვალთ ისევ ჩემთანო და შემეხვეწებითო. მაგენი რო ამბობენ, მაგენი ამბობენ, არ ვიცი რა, მე რას ნიშნავს, როცა კომპანიის წარმომადგენელი ასე გემუქრებათ, ასე ვთქვათ, რომ თქვენი ფეხით მოხვალთ, ბოდიშმო მიხდით. მქონდა ისე ლაპარაკი, კაცური ლაპარაკიც იყო, მეგობრულიც იყო, უთიერგაგებაც იყო. მაგრამ ხალხო არ გამევიდა ამ პირიდან რო ამოდის მეორე წუთში სხვანაირს აკეთებენ და ჩვენს დევიღალეთ რა. ყველა წუთში აქანი ხო ვერ გამოხდა.
ხო ინტერესი ხო ძალადობს რა კაცი აი იმენა ძალადობს აი ძალით მოდის რა რაფერ გინდა ხო ენდო ამ ფერგას არა მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება რაზე მეტყველებს ბათუმში დაბადებული გაზრდილი კაცია 70 წელი ამეზოში ცხოვრობს ამის ყველა ვიცი წერტილი აქანი აგე მომატებული როა მოდი მეგობარ აი რომ მომატებულია აი ეზო რომ მომატებულია აი აგერ რომ ის მომატებულია ხო აქ ამათ აქ თითო პადიეზი რომელიც გამოსასვლელი აქეთ არ ქონდა ამათ ქონდა თხის ბალკონები მე ეს მოუმატენ მე ეზო მოუმატენ მე აგი მოუმატენ და მე აგერ გაუზრდელდნენ და ეგერ დაგვისვენ წერტილი ამას ხო საზღვარი უნდა ქონდეს რა ყველაფერზე თვალს უჭავთ რაღაცაზე დათმობაზე მივდივარ და თვითონ აშობიან და რა გითხრა მითხარია და კომპანიის წარმომადგენლის ის არგუმენტაცია ის რომ თქვენი ფეხით მოხვალ ჩემთან ისევ შემეხვეწებით რას ნიშნავს ეს რატომ გელაპარაკებათ ამენით მე ვიყი წესიერი მყიდველი ვარო იძახის კაცი რომელსაც ვაყენებდით საქმის ყურში რომ არ იყიდო ეგა სადაო თემა არის და ყურადღება არ მოგვაქცია მაინც იყიდა და მაინც ეხლა დღეს იმ სიტუაციაში ვართ რომ ერთმანეთს ვეჯახებით რა ეგ არის გამიგე მეტი კი არაფერი ასაკებია მადლობა დაიქირავა გაუფორმე ფირმას ხელშეკრულება მშენებლობაზე რატო უნდა იყოს დირექტორია შენებ დაარკვევს უნდა თავში და მე უნდა დაიწყოს მშენებლობა მე აგიხსენი გუშინ თქვენ ლამაზად გითხარით ყველაფერი ჩვენი მხრიდან გასაგებია გითხარით ვის სიტყვებსაც გეუბნები მეთქი ისიც გითხარი ხო ჩვენ რა დათმობაზეც მივდივართ იმის იქეთ არის წითელი ხაზი პროექტი აღარ გამოვა საჯარო რეესტრიდან და დაშლა აღარ მოხდება ამდენ ჩვენ ვალდებულებები გვაქვს გითხარი ვისიც რისიც რასაც უხდით ყოველთვიურად ამიტომ გითხარით გასაგებია რაც შეგვიძლია ჩვენ დათმობას ვაკეთებთ დანარჩენი ყველაფერს მივყვეთ თუ გაინტერესებთ იურიდიული და კი ბატონო თქვენია უფლება ხო ჩვენ ვაკეთებთ ამ თუთას შემოღებას რომ შენობა დაცული იყოს და დავშალოთ შენებლობის დაწყებამდე ჯერ დიდი დროა თუ რამეს აინტერესებთ და იგია მიბრძანდენ გაარკვიონ ხალბატონო მეტყვიანო მე ხობე უნდა შეწიო 2 მეტრით შევწევ მეტყვიან გამოციო გამოვწევ დამთავრდა ფარაღავა სახთა რამდენი მეტრო უნდა იყოს დაშორებული ამ ხელაგი კორპუს ვაშენ თუ გრუკედელი მიდის გრუვი კედელი ხალბატონო პირდაპირ კედელი კედელზე რო დასვან უფლება უნდა მოგცეს მოსახლეობამ ხო თუ მიგის გარშე რატომ უნდა მოგცეს რას ქვია ჩემს კედელზე ვიღაცა კედელი მომიდგას უფლება უნდა ხალბატონო მაშინ შეეკითხეთ ადვოკატი ხალხსაგებდა ელი ისმენთ კომპანიის წარმომადგენლის განმარტებას რას ნიშნავს ეს ფაქტობრივად თქვენი ყველა მოთხოვნა მისი მხრიდან არის უგულებელყოფილი. ყველა მოთხოვნა უგულებელყოფილი, მაგრამ მე გასაკვირია ის რომ ერთი შემოსასვლელი აქვს ამ სამშენებლო ობიექტს და გვერდით მომიჯრავეთ მაცხოვრებლებს, რომელსაც შეეზღუდებათ მშენებლობის პერიოდში, შემდგომ სასწრაფოს შემოსვლა თუ დაჭირდებათ, რომ მოსახლეობის 38 ამბობს რომ სტანდარტების მიხედვით დავტოვებო შემოსასვლელ გზასო. სტანდარტების მიხედვით ვერ დატოვებს, იმიტომ რომ რამოდენიმე კვადრატობით აქეთ მოიწევს, ანუ შემოდის შლამბაუმის აქეთ მშენებლობა, რომელსაც აპროტესტებენ მოსახლეობა და მოსახლეობა ამბობს, რომ კანონის დარღვევით იქნა აღნიშნული პროექტი გაცემული. რომ რადგან ბარაკების და მერიამ ბარაკების პროგრამით გასცა აღნიშნული მშენებლობის ნებართვა, ვალდებულება აქვს კომპანიას მერიასთანაც და ამ ვალდებულებით უფრო მეტი კოეფიციენტი მოემატათ სამშენებლო ობიექტი. ანუ ეს მშენებლობა ავარიული სახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, ეს ახალი დეტალია ჩვენთვის არ ვიცოდით მანამდე. ეს არის ავარიული მშენებლობის პროგრამით და რომელიც იმ ხარჯზე გასცა მერიამ, რაზედაც აი ამ უკან მცხოვრები ავარიულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის არ გაითვალისწინა პირობები, რომ ისინიც იმ პირობებში ცხოვრობენ, რომელიც შემდგომ გაუსაძლისი პირობები აღმოჩნდება, ვიდრე ახლა არიან. ანუ არანაირი პროექტი ანუ აღნიშნული პროექტი არის კანონდარღვევით გაცემული რა. იმიტომ რომ ამ აღნიშნულ პატარა მცირე მონაკვეთზე შედება 26 სართულიანი სახლი. და რა თქმა უნდა დააზიანებს ამ მოსახლეობის კორპუსებსაც, რომელსაც ისინი დღეს აპროტესტებენ. მადლობა. ადვოკატს უსმენდით აქ ადგილობრივი მცხოვრებლების, ასეთი არის ვითარება ახლა პრინციპში ბოლო 1 საათის განმავლობაში 26 მაისის ქუჩაზე თქვენ ხედავთ რომ ამ ორსართულიანი კორპუსის ნაცვლად უნდა აშენდეს ახალი ბინა
და როგორც გავიგეთ ცოტა ხნის წინ ეს არის ავარიული სახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც ბათუმის მერია ახორციელებს და ვიცით რომ აქ ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ იმას, რომ მათი შესასვლელი ადგილი მცირდება, რადგან კომპანიამ უნდა აღმართოს ღობე, რაც იწვევს გზის დავიწროებას, რასაც მომიჯნავეთ მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მათი ინტერესი არ არის გათვალისწინებული და მერიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათთან გასაუბრება არ მომხდარა. გარდა გზის შევიწროებისა, ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს იმასაც, რომ აქ მიმდინარე სამუშაოების შედეგად და სამშენებლო პროცესში წარმოქმნილი ვიბრაციის შედეგად არის რისკი იმისა, რომ მიმდებარედ მომიჯნავედ არსებული ავარიული კორპუსების ჩამონგრევა მოხდეს, რადგან როგორც თავად ამბობენ, კედლები არის დაბზარული სიძველისგან და არის მოსალოდნელი საფრთხე შემდგომში და ამ გარემოების გათვალისწინებასაც ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა. თავის მხრივ კომპანია ამბობს, რომ მას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნია, ნებართვები გააჩნია და ის მზად არის სასამართლოში მხარედ წარმოდგეს და სასამართლოს წესით გაირკვეს რეალურად ადგილზე არსებული ვითარება. ჩვენ ცხადია ამ თემას ვაკვირდებით და რაიმე ტიპის განახლება თუ იქნება ამ თემაზე, ცხადია აჭარა თაიმსის მაყურებელს ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინება. მადლობა რომ გვენდობით, მადლობა რომ გვიყურებთ. გააზიარეთ პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს გქონდეს წვდომა იმის შესახებ, გაიგოს რა ხდება მის გარშემო. მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ნახვამდის.